ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი. მოგესალმებით მეგობრებო, იმედის კლინიკა იწყებს მუშაობას რადიო იმედის არხზე. შაბათია დღეს, აქედან გამომდინარე სერგო კობალავა პირდაპირ ეთერში ვიმუშავებ, რა თქმა უნდა სტუმართან ერთად და რა თქმა უნდა ვისაუბრებ ძალიან საინტერესო სამედიცინო საკითხზე, რომელიც ცალკე ჯერჯერობით არ გაგვიხილავს. მართალია ეს თემა შეიძლება ბევრისთვის თავიდან ნაკლებად საინტერესო იყოს, თვითონ პათოლოგია ძალიან იშვიათია, მაგრამ როგორც არაერთხელ მithქვამს, არ არსებობს მედიცინაში პათოლოგია, რომელზეც არ ვისაუბრებთ, რადგან პოტენციურად ის შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს და მცირედი ინფორმაცია ყველა ამ დაავადების შესახებ მე მსურს რომ მოგაწოდოთ. ეს მოკლე შესავალი, რა იქნება თემა, ვინ იქნება ჩვენი სტუმარი, ამას ოდნავ მოგვიანებით გეტყვით. შეგახსენებთ აუცილებელ ინფორმაციას. თუ სურვილი გაქვთ, დაარეკოთ სტუდიაში და კითხვები ჩვენს სტუმარს პირდაპირ ეთერში დაუსვათ. ამისთვის არსებობს ტელეფონი, შეგიძლიათ დაარეკოთ 292 11 88 292 11 99. შეკითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით და იმედის კლინიკის Facebook-ის გვერდზე. და კიდევ ერთი ჩვენ ამ გადაცემებს ავერსის კლინიკასთან ერთად ვამზადებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. მაშ დღევანდელი საკითხი გახლავთ შემდეგი: მადეფორმირებელი ოსტეიტი, ანუ პეჯეტის დაავადება. მაქსიმალურად ვეცდები ამ მომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ პათოლოგიის ირგვლივ, რაში ჩვენი სტუმარი დაგვეხმარება ავერსის კლინიკის ორთოპედ ტრავმატოლოგი ბატონი კახაბერა არონია. მადლობას გადაუხთ იმას მობრძანებისთვის. გამარჯობა. ბატონო კახა, პეჯეტის დაავადებაზე სანამ უშუალოდ გადავალთ და თვითონ არს გაიგებს რადიო მსმენელი რა არის პეჯეტის დაავადება, ალბათ ურიგო არ იქნება ორი სიტყვით ჩვენ შევახსენოთ რა არის ძვალი, რადგან სწორედ ძვლოვანის და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. რა არის ძვალი, მისი ფუნქციები და შენება და რა თქმა უნდა ის ნივთიერებათა ცვლა მსმენელებისთვის გასაგებ ენაზე ავხსენოთ, რაც მიმდინარეობს ძვლოვან ქსოვილში ფიზიოლოგიურად და ნორმაში. ხო, კარგით, ესე იგი ძვალი ეს არის ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ორგანო, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ფუნქცია, ну ყველაზე მთავარი ფუნქციები არის დაყნობის ფუნქცია და დამცავი ფუნქცია. ფუნქციები კიდე შეიძლება გავყოთ მექანიკურები და ბიოლოგიურები. მექანიკური ფუნქცია მთავარი ეს არის დაყნობა, როგორც გავიმეორე, შინაგანი ორგანოების დაცვა და რესორული, ანუ ამორტიზირებული ფუნქცია და ბიოლოგიური ფუნქციები ეს არის ესე იგი სისხლის უჯრედების გამომუშავების ფუნქცია და აგრეთვე ნივთიერების ფლაში ზოგადი მონაწილეობა. ეს არის ძვალი. ორგანიზმში დაახლოებით ადამიანის ორგანიზმში, მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში არის სადღაც 200 წლამდე და ძვლები იყოფა არის ბრტყელი ძვლები, გრძელი ლულოვანი ძვლები, შერეული ძვლები და პატარა ძვლები, მოკლე ძვლები. ძვლოვან ქსოვილში, ძვლოვან სტრუქტურაში თუ არ ვცდები, მუდმივად მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული რღვევა განახლების პროცესი. კი, რა თქმა უნდა. როგორ ხდება ეს ყოველივე, რა მონაწილეობს ამაში და ალბათ აი ამ ინფორმაციის მიღების შემდგომ ბევრად უფრო ადვილი გასაგები იქნება რა არის პეჯეტის დაავადება. თვითონ ძვალში არსებობს ორი ტიპის ნივთიერებები, ეს არის არაორგანული ნივთიერები და ორგანული ნივთიერებები. არაორგანული ნივთიერებებიდან მთავარი არის ჰიდროქსიაპატიტი, დაახლოებით 60-70% შეიცავს და ორგანულებიდან ეს არის პირველი ტიპის კოლაგენი, ანუ ცილა. და ამ ნივთიერების სვლა მუდმივად არსებობს ძვალში, ნორმალური პროცესია, იქ აბსოლუტურად რაღაცა ასე უბრალოდ ინტრუდად ყდება, რაღაცა იბადება და ამ პეჯეტის დაავადების დროს მთავარი პათოგენეზი არის ამ პროცესის პათოლოგიური დარღვევა, ანუ პათოლოგიისკენ სწრაფი სვლა, ასე რომ ვთქვა. ანუ სწორად რომ გავიგოთ, პეჯეტის დაავადების დროს ხდება ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის უფრო სწრაფი რღვევა, ვიდრე აღდგენა? კი, ანუ ზოგადად რომ ვიმჯელოთ მასია, კი. ძალიან მოკლედ რა არის ეს პეჯეტის დაავადება და საინტერესო იქნება ისტორიული მიმოხილვაც, ვინ აღწერა, ვინ იყო თავად პეჯეტი, როდის გამოვლინდა ზოგადად ეს პათოლოგია და ვიცი ძალიან რთულია საუბარი სტატისტიკაზე საქართველოსთან მიმართ
მიმართებაში, მაგრამ გვხვდება თუ არა ჩვენს ქვეყანაში ბეჯეთის დაავადება და აღწერილია თუ არა შემთხვევები. კარგი, სერგო, მაშინ აქედან დავიწყოთ, რომ თვითონ ეს ბეჯეთი, ანუ სერი იყო, მაგი ჯეიმს ბეჯეთი, ეს არის ბრიტანული საკმაოდ ცნობილი ქირურგი და პლუს რუდოლფ ვირხოვთან ერთად ეს იყო ერთადერთი დამფუძნებელი თვითონ პათოლოგოანატომიის. ბეჯეთის დაავადება ქვია რამოდენიმე დაავადებას, არის კიდე ბეჯეთის კიბო, ბეჯეთის უჯრედი არსებობს კიდე ბეჯეთ-შრიოტერის სინდრომი, ყველას პათოლოგია ამა პიროვნებამ ახსენდება. ყველაზე პეჯეთი ჩვენ გვახსენდება, როცა ეს მაგას გვესმის, ამ პეჯეთის დაავადებასთან. ეს დაავადება მაგან აღწერა 1877 წელს. და იმის მერე საკმაოდ რთული დაავადებაა, საკმაოდ საინტერესო, იმიტომ რომ დღემდე არავინ არ იცის რა იწვევს ამას. არის რამოდენიმე ვარაუდი, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია რა იწვევს და რა არის პათოგენეზის მთავარი ასე ვთქვათ, დამწყები არავინ არ იცის. რა ვარაუდია, ჩვენ საუბრობთ გადაცემის დაწყებამდე, ძირითადი აქცენტი მაინც ვირუსულ ინფექციაზე ჩერდება, თუმცა ეს არ არის დაზუსტებული. ხო, სერგო, კიდე რა ხდება, ესე იგი ჩვენ ქვეყანაში საერთოდ არ არის მაგის მონაცემები, აბსოლუტურად არავინ არ იცის ზუსტად. ჩემი პრაქტიკა არის დაახლოებით 9 წელი. იქიდან 2 წელია მუშაობ საქართველოში, მანამდე ვიყავ რუსეთში. მე რუსეთშიც არ მინახია არასოდეს ბეჯეთის დაავადება. საკმაოდ რთული დიაგნოსტიკა დიაგნოსტირდება ძალიან რთულად ეს ძალიან რთულად, კი. და მე ვფიქრობ, მაგისთვის სჭირდება რაღაც სპეციალური სამეცნიერო ცენტრები, როგორც ალბათ არის ამერიკაში, იგივე ევროპაში. და რაც შეეხება ჩვენ ქვეყანას, აქ ალბათ იქნება დაავადებული, მაგრამ ზუსტი სტატისტიკა ჩვენ არ აგვაქვთ მაგის და არ ვიცით. მე არ მინახია არასოდეს სიტყვაზე ესე რომ ვთქვათ უბრალოდ. ეს ერთი და რაც შეეხება იგივე სტატისტიკურ მონაცემებს, ჩვენ ვსაუბრობდით გადაცემის დაწყებამდე, რომ თქვენ აღნიშნეთ დაახლოებით 3-4%-ია, ხომ, სოფლიოს მასშტაბით, რაც ლიტერატურაში არსებობს. მე მაქვს ერთადერთი ინფორმაცია, რომ ევროპაში არის დაახლოებით 3% მოსახლეობის და მთავარი ვარაუდი იმის, რა იწვევს ამას, ეს არის ხანგრძლივი ვირუსული ინფექცია, რომელიც ორგანიზმში შეიძლება იყოს 10 წელი, 15 წელი. და მე დაიწყოს მაგის პროცესის გამოვლენა. პროცესის ყველაზე მეტი ვარაუდი მიდის წითელას ვირუსზე. ყველაზე მეტი ვარაუდი მიდის მაგაზე, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია ისედაც ვიმეორებ, ჯერჯერობით არავინ არ იცის. ეს ერთი. მეორე ის არის, რომ ვლინდება მაგი დაახლოებით ყველაზე ხშირად მამაკაცებში, 2-ჯერ თუ 3-ჯერ უფრო მეტი და ასაკი, საიდანაც იწყება პირველი სიმპტომები, არის 40-დან 50 წლამდე. გამოვლინებები საინტერესოა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ შემთხვევაში და რა კლინიკური სურათი ახასიათებს. თუ არ ვცდებით, საკმაოდ ბევრ სხვა პათოლოგიას გავს ბეჯეთის დაავადება და ბევრი სხვა პათოლოგიის იმიტირება შეუძლია მას. კი, რა თქმა უნდა. ესე იგი, მთავარი სადიაგნოსტიკო მეთოდები არის რენტგენოგრაფია და სისხლის ბიოქიმიური ანალიზი. უბრალოდ სხვანაირად ვერანაირად ვერ ვნახავთ. კიდე შეიძლება ვიზუალურად შევამჩნიოთ მხოლოდ მაგ დროს, როცა არის თავის ქალების ძვლების ჩათრევა ამ პროცესში. ზოგადად ვიტყვი, რომ ყველაზე ხშირად ზიანდება ხერხემლის ძვლები, ქალის ძვლები, თავის ქალის ძვლები, გრძელი ლულოვანი ძვლები და მენჯის ძვლები. თუ ჩათრეული არის თავის ქალის ძვლები ამ პროცესში, ჯერთი ვიზუალურად, რეალურად თავი იცვლის ფორმას, რა, მაგას პაციენტი თვითონ დაავადებული მაგას ხედავს და მოდის. თუ რაიმე სხვა ძვალი არის ჩათრეული პროცესში, მაშინ პირველი სიმპტომი არის ტკივილი. ანუ ხანგრძლივი ტკივილი, ღამის ტკივილი და რაც საინტერესოა, ხო, აი ოსტეოარტრიტთან შედარებით, ოსტეოარტრიტის დროს პრაქტიკულად იგივე ტკივილია, მაგრამ მოსვენების მდგომარეობაში ეს ტკივილი ქრება. აქ პირიქით, მოსვენების მდგომარეობაში ტკივილი იმატებს და საკმაოდ კარგად ხუჭდება არასტეროიდული საშუალებებით. ჩვენ ისე არ გავიგოთ, მე რადიო მსმენელებს მიმართავ, რომ ძლოვანი ტკივილი ეს მხოლოდ ბეჯეთის დაავადებას ახასიათებს. რა თქმა უნდა, არა ბეჯეთის დაავადება ალბათ ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელზეც ამ შემთხვევაში უნდა მივიტანოთ აქცენტი და ყურადღება. თუმცა ერთზე შევთანხმდეთ, ტკივილი ძვლის არეში ეს არ არის ნორმალური და აუცილებლად მოითხოვს ექიმთან დროულ მისვლას. კი, რა თქმა უნდა და აი რადიო მსმენელებს მინდა მიმართო, კიდე აი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ღამის ტკივილი გაქვს. ეს ერთი და ბეჯეთის დაავადების დროს თუ გაქვს ტკივილი, პრაქტიკულად 100%-ში იმ ადგილზე, სადაც არის დაზიანებული ძვალი, მიმდინარეობს რბილი ქსოვილების პათოლოგიური პროცესი, ანუ ჰიპერემია, პალპატურალთა ძალიან ტკივნეული ადგილია, შეწითლებულია და მაგასაც ხედავთ. ანუ თქვა ბარზაყის ძვალი თუ არის ჩათრეული, თქვა შუა მესამედი, რომ გახედო ზევიდან კანზე დაახლოებით 10 სანტიმეტრი რადიუსის იქნება წითელი ესეთი შემოფარგლული უბანი. შემოფარგლული რაღაც უბანი, რომელიც არის ძალიან ტკივნეული.
დიდი მადლობა, მე შევახსენებ რადიო მსმენელებს, დღეს საუბრობ თემაზე მადეფორმირებელი ოსტეიტი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შეკითხვა მოსული, რა თქმა უნდა ეს უშუალოდ პათოლოგიას არ ეხება, თუმცა არის ის შეკითხვები, რასაც შეგვიძლია ჩვენ კონკრეტული პასუხები გავცეთ. ამ კითხვებს, რომლებიც Facebook-ით იყო მოსული, გადაცემის მეორე ნაწილში დავსვავ და აუცილებლად ვისაუბრებთ კიდევ რამდენიმე საინტერესო საკითხზე ჩვენი დღევანდელი თემის ირგვლივ. მე შეგახსენებ, ჩვენ საუბრობთ ბატონ კახაბერ არონიასთან ერთად, დროებით შევისვენოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. მაშ მეგობრებო, გრძელდება იმედის კლინიკა, ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი კახაბერ არონია. ბატონო კახა, კითხვები რაც იყო მოსული Facebook-ის საშუალებით, შევეცადოთ ამ შეკითხვებსაც გავცეთ პასუხი. ძვლების ტკივილის გამო ექიმმა ჩამიტარა კვლევა და მითხრა კალციუმი გაკლია ორგანიზმში. დამინიშნა კალციუმი, დამეხმარება თუ არა ეს პრეპარატი. ზოგადად დღესდღეობით თუ გადავხედავთ, კალციუმის პრეპარატების მიღება რაღაც დოგმად იქცა. ძალიან ბევრი ადამიანი იღებს. გამართლებულია თუ არა თქვენ? იცით როგორ არის ერგო, ანუ უკონტროლო კალციუმის პრეპარატი, რა თქმა უნდა, გამართლებული არ არის, იმიტომ რომ კალციუმის ზედმეტობა ორგანიზმში არ არის კარგი, მაგრამ თუ რაღაც პრობლემა არის ორგანიზმში, ხო კალციუმი გაკლია სიტყვაზე. ოსტეოპოროზისი თუ არის ნიშნები რენტგენოლოგიურად, რა თქმა უნდა, კალციუმი უნდა მიიღო, მაგრამ მაგასთან ერთად უნდა მიიღო კიდე სხვა რაღაც პრეპარატები. მხოლოდ კალციუმით მაგ პრობლემას ვერ ნუ თვითონ კითხვა ისეთია, რომ დაზუსტებით ვერ ვილაპარაკე, მაგრამ თუ გაქვს კალციუმის ნაკლებობა, კალციუმის მიღება რა თქმა უნდა რეკომენდირებულია. ხანგრძლივი დაახლოებით მინიმუმ 2-3 თვე უნდა დალიო. თუმცა არასაკმარისია ამ შემთხვევაში, მოდი. თუ დიაგნოზი არის ოსტეოპოროზი, მხოლოდ კალციუმით ეს პრობლემა ვერ გვარდება. გასაგებია, სხვათა შორის ოსტეოპოროზის ეხება შემდგომი შეკითხვა, რა არის საინტერესებს რადიო მსმენელს და განკურნებადია თუ არა? განკურნებადია, რა თქმა უნდა, ოსტეოპოროზი არის ხანგრძლივი პროცესი, პათოლოგიური პროცესი ძვალში, რომელიც შეიძლება იყოს ადრე მოზრდილ ასაკში და ყველაზე ხშირად ხდება უკვე დაახლოებით 45-50 წლის ზევით. აი პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი თუ გაგიგეთ, ხო? მაგის კურნალობა რა თქმა უნდა შეიძლება ხანგრძლივად პერიოდულად უნდა მიიღო სხვადასხვა ტიპის პრეპარატები, რასაც დაინიშნავს ექიმი და ჩვეულებრივად ნორმალურად იქნება. 7 წლის ბავშვს აქვს ბრტყელტერფიანობა, შეიძლება თუ არა მისი ფეხბურთზე ტარება, ინტერესებს. ფეხბურთზე ტარება შეიძლება, უბრალოდ უნდა გამოიკლიოს რადონის ბრტყელტერფიანობა და უნდა იყოს სპეციალური საფენები, ანუ სპეციალური მკურნალობა, ანუ ყოველთვის ეს ბავშვი უნდა იყოს ორთოპედ ქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ. დაბადებული ვარ მენჯბარძაყის ახსრის დისპლაზიით, შეიძლება თუ არა ჩემთვის მშობიარობა ნორმალური გზით. რეკომენდირებული არ არის. ზოგადად შეიძლება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით, რომ არა, ჯობია საიკისრო მშობიაროს, იმიტომ რომ მაგ მშობიარობის თორტები ხარისხსაც ხო გააჩნია ამ შემთხვევაში, რამდენიმე ხარისხის არის დისპლაზია. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა აქ ალბათ დაბალი ხარისხია, რახან მარტო მაგაზე მსჯელობს, ხო, მხოლოდ მშობიარობაზე, მაგრამ ამ მშობიარობის მერე ძალიან სწრაფად და ძალიან მძიმედ წვავდება დისპლაზია და პრაქტიკულად გარანტირებული არის მომავალში კოქსართროზი. ანუ ურჩიოთ მაინც აკეისრო გვერდით. კი, რა თქმა უნდა. მართალია რომ ხერხემლის დაავადებებს ძალიან კარგად უხდებათ ცურვა და გვიჩვენთ თუ არა ცურვას? კი, აუცილებლად, რა თქმა უნდა. მაქვს ფსორიაზი უკვე რამდენიმე წელია, ბოლო დროს დამეწყო თითების ტკივილი, ჩემმა დერმატოლოგმა სახსრების ექიმთან გამიშვა. ეს ფსორიაზმა იცის ამიხსენით რა შვაშია სახსარი და ფსორიაზი. ინტერესებს. არსებობს ესეთი ფორმები ფსორიაზის, სადაც არის ჩათრეული სახსრები, ან სასახსრე ჩანთა რაღაც ელემენტები. ამ შემთხვევაში ორთოპედს შეუძლია მხოლოდ შეამსუბუქოს თვითონ ეს ტკივნეული პროცესი, თორემ მაგის გამკურნება ფსორიაზის ნუჯერჯერობით არ არსებობს. მთავარი მკურნალობა არის მაინც დანიშნულება კანვენის დერმატოლოგის. ტერბზე მაქვს ანაზარდი, აი ხალხში რომ ეძახიან პოდაგრას, ხვდებით ალბათ რა პათოლოგიაც არის საუბარი, შეიძლება თუ არა ეს ანაზარდი მოვიშორო. ორიოდი სიტყვით ვიტყვი ის რომ ეს არ არის პოდაგრა, პოდაგრა ის ძალიან გავრცელებული არის პსორიაზი. პოდაგრას ეძახი, ეს არის ხალუქს ვალგუსი, ანუ ტერპის პირველი თითების ვალგუსური დეფორმაცია. თუ ეს არის პირველი სტადია, არსებობს სულ 4, რა თქმა უნდა შეიძლება ორტეზებით, რაღაც ბრაისებით მაგის გამოსწორება. თუ 2-ზე მეტი არის სტადია, მაშინ მხოლოდ ოპერატიული მკურნალობა. რასაც ჩვენ ძალიან კარგად და წარმატებულად ვახერხებთ ავერსის კლინიკაში. და ბოლო კითხვა 12 წლის გოგოს ძალიან სტკივა წვივი ძვლები, ვერაფერი გაუგეთ, რაიმე შეგიძლია თუ არა გვირჩიოთ? აქ ესეთი კითხვაა, რომ მაგას ვერ უპასუხებ, იმიტომ რომ ნუ წვივის ძვლები თუ ტკივა, უნდა მომართოს ორთოპედ ტრავმატოლოგს. მინიმუმ რა გამოკვლევები ჩაიტაროს? რენტგენოგრაფია მინიმუმ. პირველ რიგში და მე ვიმსჯელოთ
მომავალზე. დიდი მადლობა რადიო მსმენელებს გამოგზავნილი შეკითხვებისთვის. დაუბრუნდეთ ძირითად თემას, ჩვენ დაახლოებით 3-4 წუთი გვაქვს მაქსიმალურად დარჩენილი. პეჯეტის დაავადება ისევ და ისევ რა გართულებებია მოსალოდნელი ამ პათოლოგიის შემთხვევაში, გასაგებია ძლოვანი სტრუქტურის სიმყიფე ამ შემთხვევაში ეცემა და ალბათ მიდრეკილება მოტეხილობებისკენ იქნება შედარებით მაღალი. სხვა რა ტიპის გართულებები შეიძლება ახლდეს თან პეჯეტის როცა არის ჩათრეული თავის ქალის ძვლები შეიძლება იყოს ისა ხმენის და მხედველობის დაქვეითება იმ შემთხვევაში როცა არის გრძელოვანი ძვლები ჩათრეული ხო რა თქმა უნდა არის პათოლოგიური მოტეხილობები მოსალოდნელი ძალიან იშვიათად არის აღწერილი ლიტერატურაში როცა გამოიწვია გულის გაჩერება ხო ეს დაავადება იმიტომ რომ კალციუმის ნაკლებობა იყო და დაახლოებით ესეც ძალიან ხშირი გართულებაა მაგრამ შეიძლება ეს პროცესი ძვალში გადაგვარდეს ოსტეოსარკომად. ანუ ძვლის სიმსივნე. ანუ ხა დიაგნოსტიკას რაც შეეხება ბეჭედის დაავადების, მოდით ცალკე პეჭედზე არ ვისაუბროთ, სხვა კონტექსტით წარმართო დიაგნოსტიკის მენეჯმენტი. ძვლოვანი ტკივილი სიმპტომი საკმაოდ ხშირია და ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ხოლმე ტკივილი ძვლის არეში. როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში? ვის უნდა მივმართოთ? რა სახის გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ, რომ გამოვრიცხოთ ის მიზეზი, რამაც გამოიწვია ეს სიმპტომი? თუ პაციენტს აქვს ძვლის ტკივილი, პირველ რიგში უნდა მოვიდეს კონსულტაციაზე ორთოპედ-რავმატოლოგთან, იქ ჩემთან რომ მოვიდეს. და არა რევმატოლოგთან ამ შემთხვევაში? იცი როგორ არის ერგო, ანუ თუ რევმატოლოგები ხშირად ჩვენ ვაგზავნით პაციენტებს რევმატოლოგთან, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვხედავთ, რომ ეს არ არის ძვლოვანი პროცესი პათოლოგიური და თქვა სიტყვაზე იგივე სახსარი თუ არის ჩათრეული, სახსარში თუ არ მიდის რამე მადეფორმირებული პროცესი და ეს არის მართლა რევმატოლოგიური ტკივილი, რევმოფაქტორიდან გამომდინარე. მაშინ ჩვენ უშვებთ მაგ პაციენტს რევმატოლოგთან. ჯობია რა თქმა უნდა, ძვლის ტკივილი არის საკმაოდ შემწუხებელი, ესეთი აი ძალიან შემწუხებელი და ძალიან ძლიერი და ინტენსიურია პრინციპში. ხო, ინტენსიური ტკივილია. ძალიან პაციენტი ხდება პრაქტიკულად რომლის უნარიანობას კარგავს. აქ შემთხვევაში უნდა მოვიდეს ჩვენთან, ჩვენ გადავიღებთ მაგას სურათს. თუ რენტგენოლოგიურად ყველანაირი პროცესი პრაქტიკულად რაც შეიძლება იყოს ძვალში, ჩანს. და მაგიდან გამომდინარე უკვე დავნიშნავთ კურნალობას. ყველაზე ხშირი მიზეზი ძვლოვანი ტკივილის რა არის? პათოლოგიური პროცესი არის სიმსივნე ყველაზე ხშირი. ძვლის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი არის რაღაცა სიმსივნე. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი კისტა, ეს შეიძლება იყოს ეგზოსტოზი, ეს შეიძლება იყოს რაღაც ცუდი და მალიგნიზირებული პროცესი, მაგრამ ამ ყველა ვარიანტში ეს არის რაღაცა წარმონაქმნი, რომელსაც იწვევს ძვლის არხში წნების მომატებას და სავარაუდოდ ტკივილს. და ბოლოს მკურნალობის თვალსაზრისით ბეჭედის დაავადება განკურნებადია თუ არა და რა სახის თერაპია არსებობს ამ შემთხვევაში? განკურნებადი მაგი არ არის, ანუ პაციენტი თუ დაავადდა მაგ დაავადებით ეს არის ბოლომდე და არსებობს მხოლოდ ერთი მკურნალობა, ეს არის ბისფოსფონატების მიღება, რომელიც ამ დესტრუქტიულ პროცესს აჩერებს და იწვევს საკმაოდ ხანგრძლივ რემისიას. შეიძლება რამოდენიმე წელიც არ შეაძლოს 3-4 წელი. ამ პერიოდში, როცა მიდის ხანგრძლივი რემისია, პაციენტმა უნდა ერთადერთი რაც უნდა გააკეთოს, ეს არის წელიწადში ერთხელ მაინც გადაიღოს რენტგენოგრამა და ჩააბაროს სისხლის ანალიზი ბიოქიმიურ კვლევაზე, სადაც აუცილებლად უნდა იყოს კონტროლის ქვეშ ტუტე ფოსფატაზის დონე, იმიტომ რომ მხოლოდ ეს მაჩვენებელი გვაჩვენებს იმას, რომ ეს არის ბეჭედის დაავადება, ხო? პროცესი. და ბოლოს, რა თქმა უნდა, რჩევები რადიო მსმენელებს, მოდით ასეთი სახით მივაწოდოთ რადიო მსმენელებს რჩევები. ძვლოვანი სისტემა, ნორმალური ფუნქციონირება რა არის აუცილებელი იმისთვის, რა რჩევები უნდა დავიცვათ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, დაუშვათ ყოველდღიურად, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ძვლოვანი სისტემა, სხვადასხვა არადამსახარბიელო გარემო თუ შინაგანი ფაქტორებისაგან. პირველ რიგში, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ის, რომ როცა გაქვს რაღაც ტკივილი, როცა გაქვს რაღაცა დისკომფორტი სახსრებში, ხო, არ უნდა მაგას არ უნდა ითმენდეს რა ადამიანმა. ბევრი ახლა არის შემოსული ძალიან ბევრი ძალიან კარგი არასტეროიდული პრეპარატი, რომელსაც დალევ და ტკივილი აღარ აქვს და არ აქვს ყურადღება. ამით ჩვენ შედეგს ვუმკურნალებთ თორე არ მიზეს. არაფერს არ უმკურნალებ მაგით, ანუ შენ პროსტა მაგით თიშავ ამ პროცესს და აღარ მოდიხარ ექიმთან საბა, ხო? ხალხი მე ვიცი, ხალხი დადის ჩანთაში უყრია 10 ცალი ნიმესილი და როცა რაღაც პატარა ტკივილი აქვს, სვავს და აღარ მოდის და როცა მოდის არის უკვე გვიანი. და პირველ რიგში ის არის, რომ ძვლოვანი სისტემა თუ ბავშვობაში ქონდა რაიმე პრობლემა, ხო? თუ პირიქით უკვე 40-45 წელსასაკში ხარ და რაღაცა ტკივილი გეწყება სახსარში ან ზღვას, აუცილებლად მიმართეთ ორთოპედ-რავმატოლოგს.
ძალიან დიდი მადლობა. მე მანიშნებ ჩვენ ნელ-ნელა გადაცემა უნდა დავასრულოთ. მე შევახსენებ ყველას, რომ საუბრობდით თემაზე მძლოვანი ტკივილი და განვიხილეთ ეს ყოველივე ბეჯეტის დაავადების კონტექსტში. ჩვენი სტუმარი იყო ავერსის კლინიკის ორთოპედ ტრავმატოლოგი ბატონი კახაბერ არონია. მადლობას გადაგიხდით საინტერესო საუბრისთვის. და იმედი მაქვს მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. დაგიხდით მადლობა. მე კი ამით ავასრულებ გადაცემას, ჩვენ ერთმანეთს ასევე მომავალ კვირაში ვხვდებით. მადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.